2026 წლის ფეხბურთის მსოფლიოს ჩემპიონატი უკვე გახდა არა მხოლოდ სპორტული, არამედ მარკეტინგული ფენომენიც. მხოლოდ მეორე კვარტალში ტურნირმა მსოფლიოში რეკლამაზე დამატებით 1.5 მილიარდ დოლარზე მეტი დანახარჯი გამოიწვია. ამ თანხის დიდი ნაწილი კვლავ ტრადიციულ სარეკლამო კამპანიებზე იხარჯება. ცნობილი სახეების მონაწილეობით გადაღებულ მასშტაბურ ვიდეო რგოლებსა და ტურნირის დაწყებამდე დაგეგმილ სარეკლამო აქტივობებზე. თუმცა მსოფლიოს წამყვანმა ბრენდებმა ამჯერად გაცილებით კრეატიული მიდგომები აირჩიეს. კამპანიები აერთიანებს კლასიკურ რეკლამას, სპონსორულ ინოვაციებს, სოციალური მედიის სტრატეგიებსა და ისეთ ორიგინალურ იდეებსაც, როგორიც მსაჯების ფორმაზე განთავსებული რეკლამაა. Rexonas რეკლამა მსაჯების იღლიებზე. ტურნირის ერთ-ერთი ყველაზე უცნაური, მაგრამ ეფექტური მარკეტინგული იდეა Rexonas ეკუთვნის. დეოდორანტების მწარმოებელმა საკუთარი ლოგო მსაჯების მაისურის იღლიის ქვეშ განათავსა. ჩვეულებრივი თამაშის დროს ეს რეკლამა თითქმის შეუმჩნეველია, თუმცა იმ მომენტში, როდესაც მეოთხე მსაჯი დამატებითი დროის ან შეცვლის დაფას მაღლას წევს, კამერები სწორედ ამ ნაწილს იღებენ. შედეგად ლოგო ეკრანზე მხოლოდ რამდენიმე წამით ჩნდება, თუმცა ეს წამები თითქმის ყოველთვის მილიონობით მაყურებლის ყურადღების ეპიცენტრშია. ეს არის ეგრეთ წოდებული კონტექსტური რეკლამის მაგალითი. ბრენდმა არ შეიძინა უბრალოდ სარეკლამო სივრცე, არამედ აირჩია კონკრეტული მოქმედება, რომელიც პირდაპირ უკავშირდება პროდუქტის დანიშნულებას. Unliveris წარმომადგენლების განმარტებით კამპანიის მიზანი არა მხოლოდ პროდუქტის რეკლამირება, არამედ იმ მეოთხე მსაჯების ყურადღების ცენტრში მოქცევაც იყო, რომლებიც ხშირად შეუმჩნევლები რჩებიან, მიუხედავად იმისა, რომ ფეხბურთის ყველაზე მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებში მნიშვნელოვან როლს ასრულებენ. Visa ადგილობრივ აქცენტზე აკეთებს ფსონს Tap In. Visa-მ თავისი კამპანია ააგო სიტყვების თამაშზე. ინგლისური tap ერთდროულად ნიშნავს როგორც უკონტაქტო გადახდას, ისე ფეხბურთში tap in goals, ანუ ყველაზე მარტივ დასრულებას ცარიელ კარში. კამპანიის მთავარი სახეები არიან ჯეისონ სუდეიკისი, ლამინ იამალი, ერლინგ ჰალანდი, კრისტიან პულისიჩი, ხორხე კამპოსი და ცნობილი კომენტატორი ანდრეს კანტორი. თუმცა კამპანიის მთავარი ღირებულება მხოლოდ სიტყვების თამაშში არ არის. Visa პარალელურად ახორციელებს ინიციატივას Tap into Impact, რომლის ფარგლებშიც $600,000 გამოყოფს მსოფლიო ჩემპიონატის მასპინძელ ქალაქებში მცირე ბიზნესისა და მეწარმეობის მხარდასაჭერად. Visa FIFA-ს ოფიციალური პარტნიორია 2007 წლიდან და ამ ხანგრძლივმა თანამშრომლობამ ბრენდის ხილვადობა გარკვეულწილად ყოველდღიურობად აქცია. სწორედ ამიტომ კომპანიამ გადაწყვიტა იუმორი რეალურ სოციალურ ინიციატივასთან დაეკავშირებინა, რათა სპონსორობას უფრო ხელშესახები მნიშვნელობა შესძენოდა. ლევისის და ჰაინცის кейსი, ანუ როგორ გადააქციეს FIFA საკრძალვა რეკლამად. FIFA-ს სუფთა სტადიონის წესის მიხედვით მსოფლიო ჩემპიონატის მასპინძელ არენებზე ყველა იმ ბრენდის რეკლამა უნდა მოიხსნას, რომელიც ტურნირის ოფიციალური სპონსორი არ არის. ამის გამო კალიფორნიაში მდებარე ლევისის სტადიონს ცნობილი წითელი ლოგო სპეციალური ნაჭრით დაუფარეს, ხოლო ტურნირის პერიოდში სტადიონს ოფიციალურად San Francisco Bay Area Stadium ეწოდა. ლევისმა ამ შეზღუდვასთან ბრძოლას იუმორით უპასუხა. კომპანიამ სოციალურ ქსელებში საკუთარი პროფილის ფოტო შეცვალა ისე, რომ ლოგოც დაფარული ჩანდა, ხოლო სტადიონიდან გამოქვეყნებულ ფოტოებს ირონიული წარწერები დაურთო. იგივე რეგულაცია შეეხო სტადიონებზე პრესისთვის განკუთვნილ კვების ზონებსაც, სადაც კეტჩუპისა და სხვა სოუსების ბოთლებს ეტიკეტები ლენტით დაუფარეს. ამაზე ჰაინცმა მყისიერი რეაქცია მოახდინა და გამოუშვა შეზღუდული რაოდენობის შავი ეტიკეტით დაფარული კეტჩუპის ბოთლები, რომელსაც არაოფიციალური სტადიონის კეტჩუპი ეწოდა. არც ლევის და არც ჰაინცს მსოფლიო ჩემპიონატის ოფიციალური სპონსორის სტატუსი არ ჰქონდა, თუმცა ორივე ბრენდმა იმაზე მეტი საჯარო ყურადღება მიიპყრო, ვიდრე ბევრმა ოფიციალურმა პარტნიორმა. მათი კამპანიების მთავარი იდეა მარტივი იყო. თუ შენი ლოგო იმდენად ცნობილია, რომ მისი დაფარვაა საჭირო, მაშინ მისი ჩვენება ხშირად აღარც არის აუცილებელი. Nike's Rip the Script 12 კვირიანი კამპანია. მიუხედავად იმისა, რომ Nike FIFA-ს ოფიციალური სპონსორი არ არის და მსოფლიო ჩემპიონატის ოფიციალური სიმბოლიკის გამოყენების უფლება არ აქვს, კომპანიამ ეს შეზღუდვა საკუთარ უპირატესობად აქცია. მაისში Nike-მა სოციალურ ქსელებში ყოველგვარი ახსნა განმარტებების გარეშე მხოლოდ პოლაროიდი სტილის ფოტოები გამოაქვეყნა, რამაც გულშემატკივრებში ინტერესი და ვარაუდები გააჩინა. ამის შემდეგ ივნისში გამოვიდა 6-წუთიანი ფილმი Rip the Script, რომელიც საფუძვლად დაედო დაახლოებით 185 დამატებით ვიდეოს, რომლებიც მთელი ჩემპიონატის განმავლობაში ეტაპობრივად ქვეყნდება. კომპანია ამ კამპანიას შიდა სახელწოდებით Universe of Nike Football მოიხსენიებს. Nike-ის წარმომადგენლის განცხადებით ეს ვიდეო კომპანიის ისტორიაში ყველაზე გაზიარებული პოსტი გახდა და 250 მილიონზე მეტი ნახვა დააგროვა. Nike-მა FIFA-ს შეზღუდვები კამპანიის მთავარი იდეად აქცია. ოფიციალური ტურნირის ნაცვლად მან შექმნა ისტორია იმის შესახებ, თუ როგორ უნდა დაარღვიო დაწერილი სცენარი.
Adidas-ის ჰოლივუდური კამპანია Backyard Legends. Adidas-ის მთავარი სარეკლამო ვიდეორგოლის მთავარი გმირი მსახიობი ტიმოთი შალამეა, რომელიც უბნის საფეხბურთო მატჩს აწყობს ლეგენდარული გუნდის წინააღმდეგ, რომელიც სიუჟეტის მიხედვით 30 წლის განმავლობაში დაუმარცხებელია. რეჟისორ მარკ მოლოის მიერ გადაღებულ რეკლამაში თანამედროვე კომპიუტერული გრაფიკის საშუალებით გაახალგაზრდავებულები ჩნდებიან დევიდ ბექჰემი, ზინედინ ზიდანი და ალესანდრო დელ პიერო, რომლებიც მოედანზე თანამედროვე ვარსკვლავებთან ლიონელ მესისთან, ლამინ იამალთან, ჯუდ ბელინგემთან და ტრინიტი როდმანთან ერთად თამაშობენ. კომპანია მსოფლიო ჩემპიონატის ოფიციალური პროდუქციის გაყიდვებიდან ტურნირის დაწყებამდე უკვე დაახლოებით 292 მილიონი დოლარის შემოსავალი მიიღო. ანუ რეკლამა მაისურების გაყიდვა ჯერ კიდევ პირველი მატჩის ჩატარებამდე უზრუნველყო.